საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პრეზიდენტ მიხეილ ყავალაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. სულ საქართველოში 3051 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამ მრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი იქნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები. 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი აირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალშემადგენლობას და ასევე მუნიციპალიტეტის მერს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაკომპლექტების წესს, აღნიშნავ, რომ საკრებულო დაკომპლექტება შერეული წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლად არჩეული საკრებულოს შემადგენლობაში გვეყოლებიან წარმომადგენლები, როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული. მთლიანობაში კი ახლად არჩეული საკრებულო დაკომპლექტდება 39 წარმომადგენლისგან. რაც შეეხება გურჯაანის ოლქს და საუბნოს საარჩევნო კომისიებს, ოლქის შემადგენლობაში შექმნილი არის 44 უბანი, აქედან ისე როგორც გასულ წელს 36 უბანზე არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 8 უბანზე ტრადიციული წესით.